ჩემს პირველ ვიდეოში ჩვენს დღევანდელ გმირებზე, ლუის ჰემილტონსა და ნიკო როსბერგზე, დეტალურად არ გავჩერებულ ვარ თუ რა ხდებოდა კონკრეტულ სეზონებში. უბრალოდ მათი დაპირისპირების მთავარი მომენტები გაჩვენეთ, რათა გაგეხსენებინათ თუ რა ხდებოდა მათი დაპირისპირების სხვადასხვა ეტაპზე. ამ ყველაფერს ბევრი კითხვა მოჰყვა. ამიტომაც გადავწყვიტე კიდევ ორი ვიდეო გამეკეთებინა, სადაც ცალ-ცალკე განვიხილავ მათ საჩემპიონო სეზონებში დაპირისპირებას. და როგორც მიხვდით, დღეს ვისაუბრებთ მათ პირველ ბრძოლაზე, რომელიც 2014 წლის სეზონში დაიწყო. არ დაგავიწყდეთ ვიდეოში თქვენი აზრის გაზიარება, რადგან ჩვენი მეგობარი კომპანია Aroma, რომელიც გთავაზობთ ავტოპარფიუმებს, ჩვენთან ერთად 3 გამომწერს დააჯილდოებს. გამარჯვებულს ისევ კომენტარებიდან ავარჩევთ. აუცილებელი პირობაა, ჩვენი არხი გამოწერილი გქონდეთ და დაწეროთ კომენტარი. Aroma, შენი საყვარელი პარფიუმი ავტომობილში. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა და ზარის ხილაკის გააქტიურება, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. თქვენ უყურებთ პადოკ მემორის, ასე რომ დავიწყოთ. 2014 წლის სეზონის ტესტებზე Mercedes-ი ჩემპიონის ფავორიტად ითვლებოდა და უკვე ტრადიციულ სტარტზე მელბურნში მათე სტატუსი დაამტკიცეს. თანამედროვე ტურბოერაში პირველი პოლ პოზიცია მოიპოვა ლუის ჰამილტონმა. ნიკო როსბერგმა კი კვალიფიკაციაში ვერ ააჯობა მეწყვილეს და რბოლას მესამე პოზიციიდან იწყებდა. მაგრამ შემდეგ დღეს ნიკოს ჰქონდა იდეალური სტარტი და პირველ მოსახვევამდე მან რბოლაში ლიდერობა მოიპოვა. იმ დროს ბევრი ჭორი დადიოდა. ამბობდნენ, რომ ახალი ძრავები სანდო არ იყო. და ფინიშამდე გრიდის ნახევარიც კი ვერ მივიდოდა. ფიქრობდნენ, რომ პირველ რიგში პრობლემები შეექმნებოდათ იმ გუნდებს, რომლებიც რენოს ძრავებს იყენებდნენ, რომლებმაც ზამთრის ტესტებზე ყველაზე ნაკლები დისტანცია დაფარეს. მაგრამ არავინ ელოდა, რომ რბოლის ნაადრევად დასრულება ჰამილტონს მოუწევდა. ნიკოს პირიქით ყველაფერი კარგად ჰქონდა და ფინიშამდეც პირველი მივიდა. რა თქმა უნდა, ლუის მსგავსი სიტუაცია არ აწყობდა და დაწყებული შემდეგი რბოლიდან მალაიზიაში მან ზედიზედ 4 რბოლა მოიგო. მაგრამ თუ ესპანეთის და ჩინეთის გრან-პრებში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ბაჰრეინში ნამდვილი სასაკლაო იყო. როსბერგმა პოლ პოზიციიდან დაიწყო რბოლა, მაგრამ პირველ მოსახვეში ლიდერობა ჰემილტონს დაუთმო. როსბერგი არ აპირებდა დანებებას და ცდილობდა ლიდერობა დაებრუნებინა. პილოტები პოზიციებს სულ ცვლიდნენ და ცდილობდნენ მაქსიმალურად კორექტულები ყოფილიყვნენ. იმის მიუხედავად, რომ ისინი ამ ბრძოლას დღეს ღიმილით იხსენებენ, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ წარმოვიდგინოთ თუ რა ნერვების ფასად დაუჯდა Mercedes-ის დირექციას ეს რბოლა. ეს იყო მართლაც რომ შეუდარებელი სანახაობა. თუ ვინმეს ეს სეზონი არ გაქვთ ნანახი, ვთვლი რომ აუცილებლად უნდა უყუროთ თავიდან ბოლომდე და გადაეშვათ იმ ემოციების ზღვაში, რომელიც ამ პილოტებმა გვაჩუქეს. ზუსტად ეს არის ის რბოლები, რის ნახვად ჩვენ ყოველთვის გვინდა. მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული მხოლოდ ერთია და იმ დღეს ის ჰამილტონი იყო. უკვე რამდენიმე წლის შემდეგ გულშემატკივრებმა ამ რბოლას 2014 წლის სეზონის მინი ვერსიაში არქვეს. როსბერგმა, რომელმაც ზედიზედ მეოთხე რბოლა წააგო, მიხვდა რომ სიტუაცია თავის მხარეს უნდა გადმოიქაჩა და სად უნდა იქნა მას ეს თუ არა მშობლიურ მონაკოში. მონაკოში ჰამილტონი ყველა სესიაში წინ იყო, მაგრამ კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში როსბერგი პირველი გამოვიდა ტრასაზე და იმის მერე რაც მოიპოვა შუალედური პოლ პოზიცია, ძალით თუ უნებლიეთ დაუშვა შეცდომა მირაბოუს მოსახვევში, რითიც გამოიწვია ყვითელი დროშები და არ მისცა ლუის თავისი სწრაფი წრის დაფიქსირების საშუალება, რის გამოც დარჩა პოლ პოზიციაზე და ადვილად მოიპოვა რბოლაში გამარჯვება. ამ ინციდენტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საჯები დიდხანს აანალიზებდნენ ნიკოს წრის ჩანაწერებს. ეს ყველაფერი რბოლის შემდეგაც გრძელდებოდა. ლუისისთვის კი ყველაფერი ნათელი იყო და რბოლის შემდეგ მან მაშინვე ლეგენდარული ინტერვიუ მისცა ჟურნალისტს, სადაც განაცხადა, რომ ის და ნიკო მეგობრები აღარ იყვნენ. ნიკოს ამ სიტუაციაზე სხვადასხვა შეხედულება ჰქონდა. რა თქმა უნდა, კანადაში Mercedes ისევ ვერავინ შეედრებოდა, მაგრამ ეს ტრასა მუხრუჭებს ძალიან დიდ დატვირთვას ახდენს. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე პილოტი ბოლომდე იბრძოდა, მათ ისე დატვირთეს მუხრუჭები, რომ ორივე ბოლიდზე მუხრუჭებს ცეცხლი გაუჩნდა. ლუის არ გაუმართლა, რადგან მისი მუხრუჭები იმდენად დაზიანდა, რომ გუნდმა მას რბოლის ნაადრევად დასრულება მოთხოვა. ნიკომ გააგრძელა რბოლა. ახლა მისი მთავარი დავალება იყო, რომ უბრალოდ ფინიშამდე მისულიყო. საბოლოოდ ნიკომ მიაღწია ფინიშამდე, მაგრამ პირველი ადგილი მას არ შეხვდა. პირველად სეზონში პირველი ადგილი არა ვერცხლისფერმა ისრებმა, არამედ რიკიარდომ აიღო Red Bull-ის ბოლიდით. შემდეგი ეტაპზე ავსტრიაში კვალიფიკაციის ბოლო სეგმენტში ჰამილტონმა დაუშვა შეცდომა და ვერ დააფიქსირა კარგი დრო, რის გამოც მან რბოლა მე-9 პოზიციიდან დაიწყო. როსბერგმა მხოლოდ ორ ვილიამსთან წააგო კვალიფიკაცია, რომლებმაც პირველი ხაზი სენსაციურად აიღეს. რბოლაში მათი ტემპი არცზე მაღალი იყო და მათ ნიკომ გადაუსწრო, მაგრამ როგორ გაუკვირდებოდა მას, როდესაც პირველი წრის შემდეგ მას არკეებში ლუისი დაინახა. ერთ-ერთ ინტერვიუში როსბერგმა თქვა, არ შემეძლო ეს დამეჯერებინა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯადოქარი შეეძლო მხოლოდ ეს. მაგრამ ჰამილტონს მაგიური ძალები მხოლოდ მეორე ადგილისთვის ეყო. როსბერგმა პოზიცია ბოლომდე შეინარჩუნა და რბოლა მოიგო. უბრალოდ არ ამბობენ, რომ სახლში კედლებიც კი გვეხმარება,
რადგან შემდეგ ორ ბოლაში, რომელიც პილოტების სამშობლოში ტარდებოდა, ორივემ გამარჯვება მოიპოვა. ინგლისში ნიკოს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც ის ფინიშამდე ვერ მივიდა. ჰამილტონმა კი რბოლა მოიგო. გერმანიაში უკვე ლუის შეექმნა ტექნიკური პრობლემები კვალიფიკაციაში. ამჯერად მას ერთ-ერთი მუხრუჭის დისკი გაუფუჭდა. მოუსრიარდა ბოლი და კედელს შეეჯახა. იმის მიუხედავად, რომ მან რბოლა გრიდის ბოლოდან დაიწყო, ის პოდიუმზე მაინც მოხვდა. მან მხოლოდ თავის იმდროინდელ და მომავალ მეწყვილეებს დაუთმო პირველი ორი ადგილი. უნგრეთში ლუისის ბოლიდმა ვერ გაუძლო დატვირთვას და კვალიფიკაციის პირველივე წუთებზე მის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით ლუისმა ინტერვიუში თქვა: "მე მახსოვს ვგავარ, ვუყურებ ბოლიდს და ნიკო მოკრის სწრაფად. და მე გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ამ ბიჭის ბოლიდი არასოდეს ფუჭდება." და მართლაც როსბერგმა აიღო პოლ პოზიცია, მაგრამ ჰამილტონი ტყუილად ბრაზდებოდა, რადგან რბოლაში იმის მიუხედავად, რომ მას ბოლიდი მოუსრიალდა, რომელსაც შეიძლება მისი რბოლის ნაადრევად დასრულება გამოეწვია, იმის გამო რომ უსაფრთხოების მანქანა ჩაერთო საქმეში და მან ზედმეტ პიტსტოპზე უარი თქვა, ის მისი მეწყვილის წინ აღმოჩნდა. რადგან ნიკოს უფრო ახალი საბურავები ჰქონდა, გუნდმა ლუის თხოვა, რომ მეწყვილე წინ გაეშვა. რადგან ამ საბურავებით მას შეეძლო გამარჯვებისთვის ებრძოლა, მაგრამ ჰამილტონმა უარი განაცხადა. რადიოში მან თქვა, რომ თუ ნიკოს გასწრება უნდა და ის მას უნდა დაწეოდა და გაესწრო. ამ ყველაფერშიც არის სიმართლე. მე მესმის ლუის რატომაც არ უნდა ნიკოს წინ გაშვება. მაგრამ მანამ სანამ ისინი რადიოში კამათობდნენ, რიკიარდომ, რომელმაც ერთხელ უკვე წაართვა მათ გამარჯვება, არა მარტო ჩვენ დღევანდელ გმირებს გადაუსწრო, არამედ ლიდერ ფერნანდო ალონსოსაც და რბოლაში გამარჯვება მოიპოვა. ნიკომ სცადა ავსტრალიერის მანევრის გამეორება, მაგრამ საბოლოოდ მაინც უკან დარჩა. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ყველას ესმის, რომ როსბერგი გაბრაზებული იყო. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ შემდეგ რბოლაში, რომელიც ბელგიაში ტარდებოდა, ის ნათლად ხვდებოდა, რომ ამიერიდან ყველა თავისთვის იყო. მოგვიანებით ტოტო ვოლფმა ერთ-ერთ ინტერვიუში ახსნა, რომ როდესაც ისინი სპაში ჩავიდნენ, დაძაბულობის დონე ძალიან მაღალი იყო. ლუისის სტარტზევე წინ გაიჭრა, მაგრამ ნიკო არ აპირებდა დანებებას და ლუისის კუდზე იყო ჩამოკიდებული. და როდესაც მას გამოუჩნდა პატარა შანსი თავდასხმისთვის, ის მაშინვე შეეცადა ამას. სამწუხაროდ მისი წინა ფრთით გააფუჭა ჰამილტონის უკანა საბურავი. რა თქმა უნდა, ლუის მოუწია პიტსტოპზე წასულიყო, მაგრამ ტრასის კონფიგურაციის გამო, მანამ სანამ ის ბოქსებამდე მივიდა, ის ძალიან ჩამორჩა მთელ გრიდს. ამიტომაც გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუის ნაადრევად დაესრულებინა რბოლა, რადგან ის ქულებს ვერ აიღებდა. ნიკომ კი დაზიანებული ბოლიდით შეძლო და მეორე ადგილი მოიპოვა. პირველი ადგილი კი ტრადიციულად რიკიარდომ მოიპოვა და აჯობა ვერცხლისფერ ისრებს. მაგრამ ამ სიტუაციაში მთავარი ის კი არ იყო, ვინ მოიგო და ვინ არა, არამედ რა ხდებოდა რბოლის შემდეგ. ნიკოს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა დააწვა ყველა მხრიდან. მას უტევდნენ გულშემატკივრები, მას აკრიტიკებდნენ გუნდში და ლუისის მხარე დაიჭირეს. შემდეგ კი საქმეში ჩაერთო ცნობილი ინგლისური პრესა, რომელიც ყოველთვის აღმერთებს ჰამილტონს და ნებისმიერ ბრიტანელ პილოტს. ამ ყველაფერმა იმხელა ზეგავლენა იქონია ნიკოზე, რომ მან რამდენიმე დღის შემდეგ საჯაროდ მოუხადა ბოდიში გუნდსაც და ლუისსაც. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ნიკოს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია და სავარაუდოდ შემდეგ რბოლაში, რომელიც მონზაში ტარდებოდა, მან ვერ გაუძლო წნეხს, დაუშვა შეცდომა და ლიდერობა ჰამილტონს დაუთმო. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ სინგაპურში რბოლის დასაწყისში ნიკოს ბოლიდზე საჭის პრობლემა შეიქმნა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გასახურებელი წრის დროს მას შეუცვალეს საჭე და მისცეს სტარტის უფლება პიტლეინიდან, 13 წლის შემდეგ მას მოუწია რბოლის დაადრევად დასრულება, რადგან რისკი, რომ ყველაფერი უფრო გართულდებოდა, ძალიან დიდი იყო. ჰამილტონმა კი დაიწყო თავისი მოგებების სერია და პირველ რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა ჩემპიონატის ლიდერი. შემდეგ რბოლაში იაპონიაში როსბერგი ისევ ლიდერი იყო და ისევ დამარცხდა მეწყვილესთან ბრძოლაში. ტრასაზე ძალიან ცუდი პირობები იყო ამინდის გამო. შეიძლებოდა რომ ნიკოს პოზიცია დაებრუნებინა, მაგრამ მოხდა ტრაგიკული და ძალიან სასში ინციდენტი, რომელიც ჟიულ ბიანკი შეემთხვა. რბოლა დასრულდა წითელი დროშებით და გამარჯვებული გახდა ლუის ჰამილტონი. რუსეთის გრან-პრიზე ყველაფერი მეორე მოსახვევში გადაწყდა. ნიკო ცდილობდა ლუისისთვის დამუხრუჭებისას გადაესწრო, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და დაბლოკა საბურავები, რითაც ის კომპლექტი სრულიად გააფუჭა. ის მაშინვე ბოქსებისკენ გაეშურა და ყველაზე ხისტი საბურავებით თითქმის მთელი დისტანცია გაიარა. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში ყველანაირ ბრძოლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მთელ სეზონში იდეალური პერფორმანსის გამო მერსედესმა ნაადრევად მოიპოვა კონსტრუქტორების თასი და ახლა მხოლოდ ის იყო გასარკვევი, თუ ვინ გახდებოდა ჩემპიონი პირად ჩათვლაში. იმისთვის რომ ნიკო ბრძოლაში დარჩენილიყო და შეძლებოდა ჩემპიონობა მოეპოვებინა, ის აუცილებლად უნდა გამოფხიზდებულიყო. ამერიკაში უქმეები მან ისევ იდეალურად დაიწყო და პოლ პოზიცია მოიპოვა. მაგრამ რბოლაში საქმე ისევ ვერ მიიყვანა ბოლომდე და ლუისმა ისევ გაიმარჯვა. თითქოს და ჰამილტონი კვირაობით დაუმარცხებელი იყო და ნდობა როსბერგის მიმართ ნელ-ნელა უფრო მცირდებოდა. მაგრამ ლუისიც ადამიანია და მასაც მოზდის შეცდომები. ბრაზილიაში ტრადიციულად ნიკო წინ იყო.
ლუისმა კი გადაწყვიტა გვიან შესულიყო პიტსტოპზე და მოეპოვებინა ლიდერობა, მაგრამ ის ისე გაერთო ამ დევნაში და ისე შეუტია, რომ ზედმეტი მოუვიდა და მისცა უფლება ნიკოს გამარჯვება მოეპოვებინა. სეზონის ბოლო-ბოლოში როსბერგი ჰამილტონს მხოლოდ 17 გოლით ჩამორჩებოდა, მაგრამ იმ წლის აბუ-დაბის გრან-პრი განსაკუთრებული იყო, რადგან ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველად ორმაგი ქულების აღება იყო შესაძლებელი. ამავე დროს ეს იყო ერთადერთი რბოლა, როდესაც ორმაგი ქულების აღება იყო შესაძლებელი. FIA-მ მიიღო ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ სეზონის ფინალისტთვის მეტი დრამატულობა და ინტრიგა შეეძინათ. ეს გადაწყვეტილება კრიტიკის ქარცელში მოექცა გულშემატკივრებისა და პილოტების მხრიდანაც. ამის შემდეგ 2015 წლიდან ორმაგი ქულების სისტემა გაუქმდა და აღარ გამოყენებულა. ამ ყველაფრის გამო ნიკოს დიდი შანსი ჰქონდა ჩემპიონობა რომ მოეპოვებინა. როსბერგმა უქმები როგორც ყოველთვის პოლ პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ რბოლაში ჯერ კიდევ პირველ მოსახვევამდე ლუისმა შეძლო და ლიდერობა მოიპოვა. ნიკო ყველანაირად ცდილობდა პოზიცია დაებრუნებინა, მაგრამ სამწუხაროდ ERS სისტემის პრობლემა შეექმნა. ის ინჟინერებს რადიოში ეუბნებოდა, რომ ძრავად ძალას კარგავდა. იმ მომენტში ყოველთვის ნათელი იყო თუ როგორ დამთავრდებოდა რბოლა, მაგრამ ნიკო არ ნებდებოდა. და ინჟინერებთან ერთად ის ეძებდა გამოსავლას, რომ რბოლა გაეგრძელებინა. მისი თქმით, ძრავი ჯერ გაითიშა, შემდეგ კი თავის დაგრძელებდა მოძრაობას. ის ინჟინერებს თხოვდა, რომ რამე გაეკეთებინათ, რათა მას სადმე ქულებში მაინც დაესრულებინა რბოლა. რა თქმა უნდა, ჰამილტონს უთხრეს ნიკოს ბოლიდზე პრობლემების შესახებ. ლუის შეეშინდა, რომ მის ბოლიდზე შეიძლება მსგავსი რამ მომხდარიყო და უფრო ნაკლებ ტემპში გააგრძელა რბოლა. მოგვიანებით ინტერვიუში მან თქვა, რომ ის აგრესიულად აღარ უტევდა და მისი დრო წინა წრეებთან შედარებით უფრო ცუდი იყო. და როდესაც ნიკო პრაქტიკულად ტრასაზე გაჩერდა, ინჟინერმა მას რბოლის ნაადრევად დასრულება შესთავაზა. მაგრამ ის არ დანებდა და რბოლის გაგრძელება გადაწყვიტა. ის მივიდა ფინიშამდე და ფინიშის ხაზი მე-14-მ გადაკვეთა. მაგრამ იმ დროისთვის ლუისი უკვე ჩემპიონი იყო. ის გახდა ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და დაიწყო მერსედესის დომინაციის ერა. ამით პირველი ბრძოლა დასრულდა. ლუისი იღებდა მილოცვებს. ნიკო კი იმის მიუხედავად, რომ ძალიან დამწუხრებული იყო, მან მთელი ძალა მოიკრიბა, გასაგრილებელ ოთახში მივიდა და მეწყვილეს გამარჯვება მიულოცა. დიახ, ლუისი გახდა ჩემპიონი. დიახ, ნიკომ წააგო ბრძოლა, მაგრამ არა ომი. და 2 წლის შემდეგ მან მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა ეს ყველაფერი. თქვენი აზრით, ვინ იყო ამ სეზონის ნამდვილი გმირი? საბოლოო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი თუ წნეხის ქვეშ მებრძოლი ნიკო როსბერგი? გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი ვიდეოს შესახებ. თუ ფორმულა 1 გიყვართ, შემოვერთით ჩვენს Facebook ჯგუფ Paddock Memories. ლინკს კომენტარებში დავტოვებ, სადაც ერთად განვიხილავთ ფორმულას ირგვლივ მომხდარ ამბებს, გასულ და მიმდინარე სეზონებს.